Საღამოშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. ჩემ ლაივებზე წერდნენ, რომ ხმის პრობლემა არისო, არ გვესმისო, ადრეს წერდნენ, მაგრამ თუ პრობლემა არის, თუ შეიძლება მომწერეთ, იმიტომ რომ რა ვიცი, ბოლო დროს აღარ ქონდა ეს პრობლემა და თუ იმას გექნებათ, უბრალოდ რომ ვიცოდე. გამოვასწორო მოვალში. მოკლედ დღეს მინდა გესაუბროთ, მთელი ინტერნეტი არის აჭრელებული, საერთოდ ასეთი ჩვევა აქვს ქართულ საზოგადოებას, როდესაც ერთ მხარეს რაღაცა ძალიან არ სიამოვნებს, სამაგეროდ ქართული საზოგადოების მეორე მხარე ამ ყველაფერზე გიждდება. გაიხარე, მადლობა, კარგია თუ ისმის. და კონკრეტულად ეს ყოველთვის ასე იყო, თუმცა ბოლო პერიოდში ასე ხდებოდა, ნაცების დროსაც ასე იყო. თუ რაღაცა ნაცების პერიოდში კეთდებოდა, თუ რამეს მიშა სააკაშვილი გეგმავდა, გაგახსენებთ მაგალითად ლაზიკის პროექტს, რომელი პროექტის მიხედვითაც ანაკლიის პორტი სადაც შენდება, ახლა იქ უნდა გაშენებულიყო, ქალაქი ლაზიკა, რომელსაც ცალკე საერთოდ დამოუკიდებელი ავტონომიური ფორმა უნდა ქონოდა, თვითმმართველი ქალაქი კონსტიტუციის დონეზე, ოფშერი უნდა ყოფილიყო, პორტი უნდა ქონოდა დიდი, თავისი სასამართლო, ყველაფრიდან ქართული სამართლებრივი სივრციდან გამოყოფილი უნდა ყოფილიყო. და 9 მილიონიან ქალაქზე იყო საუბარი. უნდა ეშენებია რა. მე არ დააცალეს კაცს უბრალოდ ამდენი ნაწყვალები და რა თქმა უნდა, მაშინ ეს ყველაფერი დიდ ნეგატივს იწვევდა ქართულ საზოგადოებაში და ჩნდებოდა ლოგიკური კითხვები, რომ საქართველოს მოსახლეობა მცირდება, პირიქით სოფლები იცლება, ქალაქები იცლება, ხალხი ემიგრაციაში მიდის და კი, მაგრამ ეს 9 მილიონი ადამიანი ვინ უნდა დასახლებულიყო, როგორ უნდა დასახლებულიყო, ან რატო იყო კონსტიტუციით ეს ქალაქი ასე განსაკუთრებულად გამორჩეული? რა თქმა უნდა, ლოგიკური კითხვები იყო საზოგადოებიდან და ახლა მახსოვს ეს მთელი ქოცბანდა, თვითონ ივანიშვილიც წიოდა და გიოდა, რომ რაცო ქალაქებიო, რაცა გვაქვს და სოფლებიო, ის გვეცლება და გვენგრევაო და ახალ ქალაქებზეო რა ლაპარაკი არისო. სინამდვილეში ყველამ იცოდა ის, რომ ეს ვინც გარკვეული იყო საკითხში, იქ ანაკლიის პორტი სადაც შენდება, პარალელურად უნდა გაშენებულიყო დასახლება, რომელი დასახლებაც ქართული ფულით არ აშენდებოდა. უნდა აშენებულიყო, მაშინ ახალდაწყებული იყო სირიის ომი, ლიბიაში არეულობა იყო და უნდა აშენებულიყო არაბული ინვესტიციებით. არაბული ინვესტიციებით უნდა აშენებულიყო, სადაც უნდა ჩასახლებულიყო. არა, მადლობა დავით, მე პრეზიდენტობა არ მინდა. შენ იყავი პრეზიდენტი. სადაც უნდა ჩასახლებულიყო სირიიდან, ლიბიიდან და სხვა არაბული ქვეყნებიდან ფულიანი შეიხები, რომლებსაც უნდა ქონოდათ თავისი ოფშერი, უნდა ყოფილიყო იქ ის პორტი, რომელი პორტზეც არის ახლა საუბარი და ასე უნდა წასულიყო ცხოვრება. მე მიშა კაცმა იმგენი იწვალა, აგერ ახლა ვივამედში არის ამოყოფილი. რა თქმა უნდა, ეს პროექტიც გაჩერდა, კონსტიტუციიდან ამოიღეს ეს ყველაფერი და დააკვირდით ერთ რაღაცას, მაშინ სააკაშვილი ამბობდა ესეთ რაღაცას. საქართველო უნდა გახდეს სინგაპური. სინგაპური უნდა გამხდარიყო საქართველო. ანუ სინგაპური რას ნიშნავდა? ხო, ანუ სინგაპურის კლასიკური გაგებით. სინგაპური არის დიქტატორული მმართველობის სოფლიო მნიშვნელობის უდიდესი პორტი, სადაც, რა ვიცი, სოფლიოს ყველა ქვეყნიდან უზარმაზარ კომპანიებს აქვს ჩადებული უზარმაზარი ფული,
და აბორიგენი მოსახლეობა სინგაპურში უბრალოდ 17 თუ 13% ახლა ზუსტად არ მახსოვს შეადგენდა და ყველა მდიდარი და კარგად იყო და საქართველოს უნდა დაემგონოს რომ სინგაპურს ამას იძახდა. და დაახლოებით ეს პატარა სინგაპურის გაკეთება უნდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ აი ამ ლაზიკის სახელით ცნობილ ქალაქში, მითიურ ქალაქში გაიხარე. აი ესეთი პროექტები იყო. და რა თქმა უნდა, გმობდა მაშინ სადა ქვეყანა ეს როგორ შეიძლება მოხდეს, ეს როგორ შეიძლება მოხდეს და მართლა როგორ შეიძლება მოხდეს, რომ აი ესეთი დიდარი ქვეყანა, როგორც საქართველო არის, ახლა დაახლოებით 15 ქვეყანა მაქვს მოვლილი და მიცხოვრია. მე არ შემხოდრია ჯერჯერობით ქვეყანა არსად ისეთ ტერიტორიაზე, სადაც ასეთ პატარა ტერიტორიაზე თაც იქნებოდა, ზღვაც იქნებოდა, უდაბნოც იქნებოდა, რა ვიცი, დაბლობიც იქნებოდა, ყველაფერი აღარ ვამბობ წეღისეულ სიმდიდრეებზე. და ესეთი მდიდარი ქვეყანა ვერ ინახავდეს 3 მილიონ და 4 მილიონ მოსახლეობას, რომელიც არის ერთი უბნის მოსახლეობა. ჯერ მე ესეთი ფენომენი არ შემხვედრია არსად. ანდრია წულუკიანის იდიოტიზმებზე ლაპარაკის თავი ნახდათ არა მაქვს, იდიოტი არის ეგუსინდისო ქალბატონი და იქ სადაც გაიზარდა სტრასბურგში იქ იყოს და ზდიოს და იბლუკუნოს არ მაქვს მე მაგის იდიოტიზმის მოსმენის თავი. ამ საქმეზე მინდა უბრალოდ ვისაუბრო და რა თქმა უნდა ყველა გმობდა ამ ყველაფერს. მაგრამ მე როდესაც კოცები მოვიდნენ უმრავლესობაში და ოფიციალურად კოცური მმართველობა გაჩნდა, ეს ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც პროექტიც ნაცებს ჰქონდათ ჩაფიქრებული და განსაკუთრებით რაც ჰქონდათ ჩაფიქრებული, ეს იყო საქართველოს დაცლა ქართველებიდან. ეს არის. და იმას ვამბობდი, რომ საქართველოს დაცლა ქართველებიდან, ეს იყო პირველი მთავარი ეს ნაცური პროექტი, წარმატებით გააგრძელეს. აბსოლუტურად წარმატებით გააგრძელეს ეს პროექტი. ამ პროექტს არც მალავდა ივანიშვილი, შემდეგ ამბობდა, რომ მე აქ ქარხნებს, ფაბრიკებს თქვენ ვერ აგიშენებთ, მაგის საშუალება მე არ მაქვს, სახელმწიფოს არ აქვს, ქვეყანას არ აქვს, ამიტომ აგე რა გახსენით, გახსნილია საზღვრები, დაგასაგმებთ უცხოეთში, რა ვიცი, მარწყვის აკრეფავად, ტურის აკრეფავად უშვებთ ამ ხალხს და გაუშვა და როგორ აკრეფია ხალხი მე აკრეფია ხალხს გერმანიაში მარწყვი ხო კარგად გვახსოვს. ხო და გააგრძელა რა ის საქართველოს სინგაპურიზაცია. და აი ახლა ეს მომენტი, როდესაც ეს მომენტი დადგა, საუბარი, როდესაც წავიდა ღრმა ინვესტიციებზე, ანუ 6 მილიარდის ინვესტიციაზე საქართველოში, რა რეალობასთან აგვაქვს საქმე. მოკლედ, მთელი ამ 12 წლის მანძილზე, მე არ ვიცი ეს მითიური საწარმოები, ქარხნები, ფაბრიკები, რომელიც რო კითხო, მარტო გორის რაიონში 700 ქარხანა რო ააშენა ივანიშვილმა და იაფი ფულით გაანათა და ხალხმა ვერ დავინახეთ, ამას კოცები ხედავენ მარტო. და ვიცი, ჩვენ ვერ ვნახეთ, ამათმა ნახეს, დაინახეს ეს ყველაფერი და აქამდე არ ქონდათ პრობლემა. აი უკვე შიგ ევროპამ, როდესაც დაუწყო და ამერიკამ დაუწყო ივანიშვილს დასანქცირება, დიახ ლუკას, დიახ მაგაზი არის გაგრძელება, არაფერი არ შეცვლილა, ამიტომ ნაცი და კოცი რაც იყო ქართველი ერისთვის, აი ზუსტად იგივე არის დღესაც. არაფერი არ შეცვლილა მიმართულებით, ის რაც მიშას დაწყებული იყო, ეგ ყველაფერი მიმდინარეობს ასე. როგორც კი გაუჭირდათ უკვე და დასავლეთში პატრონები ამათ უკვე ურბანისმეტი და ფიცოსმეტი არავინ არ დარჩათ და არიან ახლა ტრამპის იმედად თუ წყალობას გამოიღებს, მაგრამ ტრამპს იმდენი საქმე აქვს საცალია ივანიშვილისთვის. ახლა თუ ჩააწყობს აგერ ურბანი ყველაზე მეტ დაახლოებული პოლიტიკოსია ევროპიდან და მიდის ახლა უნდა შეხვდეს ტრამპს და რაც იქ გაემაზება რომ პატარა აქეთაც მოაქციონ ყურადღება, ნუ პოლიტიკური ამით აბსოლუტურად ნორმალურია, მაგრამ დიდ გარღვევებს მე არ ველოდები ამერიკელებთან მიმართებაში.
იმიტომ იქ არის აწყობილი სისტემა და როგორც სახელმწიფოს უნდა ისე მიდის ყველაფერი, მithumetes კოლონიებთან მიმართებაში. Ну, ზუსტად იდენტურად გადაიქცა ეს ყველაფერი. ახლა გაიქცნენ კოცები, ახლა კოცებს უკვე ევროპა მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურად ადარდებთ და ამაშიც აბსოლუტურად გავენ ნაციონალებს და სააკაშვილს. მე გაგახსენებ თქვენ აი სააკაშვილის მმართველობის ბოლო ამ 2009 წლიდან 2009, 2010, 2011 ეს პერიოდი, როდესაც სააკაშვილი დასავლეთში მიუღებელი გახდა, ის არ ქონდა სურვილი დიდად სააკაშვილთან შეხვედრის ომის მერე, სააკაშვილმა დაიწყო აზიისკენ ჩახუტება. ირანთან უვიზო რეჟიმი მოხსნა, ასე კონტაქტები დაიწყო, მერე გაახსენდა უკვე სინგაპური, გაახსენდა სამხრეთ კორეა და ზუსტად ასე არის ესეც. ეს ვაჟბატონიც, არაბული ინვესტიციები განსაკუთრებით გაუხსნა არაბებს და თურქებს და ჩინელებს და ინდოელებს კარები და დაიწყო პირველი შემოდინება მიწების მიყიდვის იმით რა ქვია, ზუსტად იგივე საკეთებს ახლა ივანიშვილიც და მე მინდა გითხრათ, რომ არა მარტო ამ ინვესტიციაზე არის ლაპარაკი, საერთოდ საქართველოში ფულის შემოდინება ბოლო წლებში თუ ომი არ მოხდა იქნება მაღალი და გეტყვი რატო იქნება მაღალი. ეს ერთი ხო ამ არაბებთან ეს ინვესტიცია, რომელიც დაახლოებით 3-დან 5 წლამდე უნდა დაიხარჯოს ეს ფული. ეს 6 მილიარდამდე თანხა. და ამას გარდა ივანიშვილმა უკვე საქართველოში ოფიციალურად მისი ცოლის სახელზე, ეკატერინა ხვედელიძის სახელზე, თუ არ ვცდები, მესამე ფირმა გახსნა, მესამე ფირმა, რომელ ფირმაზეც უკვე 100 მილიონის ესე რომ ვთქვათ, ანგარიში არის შემოდინება, აგერ დაარეგისტრირეს ახლა გუშინ წინ ზუსტად ვერ ვიტყვი და აი ბოლო 1 თვის მანძილზე და ხდება ეს მისი ცოლის სახელზე, ბიძაშვილების სახელზე იხსნება კომპანიები, რომელსაც უჩნდებათ დიდი ფული და ეს ზუსტად იმ კანონ პროექტის შესაბამისად აი ოფშერების კანონს რო ღებულობდნენ თუ გახსოვთ თქვენ არჩევნებამდე კოცები, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი ფულის გადმოქაჩვას საქართველოში სხვადასხვა გზებით ცდილობს, ეს ვირჯინიის კუნძულებიდან მოყოლებული იქნება თუ სხვადასხვა იმიდან, იმიტომ რომ ფაქტია, იქ შვეიცარიაში დაუბლოკეს ანგარიშები, იქ ამერიკაში რთულადაა საქმეები, საერთოდ კოცურ ბიზნესთან დაკავშირებით და ამიტომ ახლა ხდება ივანიშვილი, რომ თუ რამე ფული ისე არ აქვს საიმედოდ, ჯობია მის ქვეყანაში შემოიტანოს. ეს არის. ეს პროცესები ხდება, მაგრამ საინტერესოა არაბები რა, რაში დებენ ფულს. ახლა ემირატები ეს არ არის ისეთი ქვეყანა, აი მაგაშია ზუსტად თავადო საქმე, თავადი შვილი წერს ფული კი შემოდის, მაგრამ ხალხს რა მაგას დავიწყე თავიდან საუბარი. ხალხს არაფერი ჩემოცმაო, ხალხს არაფერი. 6 მილიარდი ახლა სიტუაცია რომელიც უნდა ჩაიდოს საქართველოში, უნდა დააკვირდეთ ჯერ რაში იდება ფული ახლა. ემირატები, გარდა იმისა, რომ საერთოდ ეს არაბული ქვეყნები ნავთობით და გაზით და ამით მდიდარი ქვეყნები არის, ასევე ეს ქვეყნები ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ ტექნოლოგიებზე. აი ტექნოლოგიებზე მე მინდა გითხრათ, რომ ჩემი ერთ-ერთი ახლო მეგობარი არის, აქ ევროპელი კაცი არის. არ ვიტყვი არც ეროვნებას, საიდანა, он ევროპელია, ქართველი არ არის, დიდი მეცნიერია, ძალიან დიდი მეცნიერი არის. თითებზე ჩამოსახლელი რო ყავთ, ემდონის მეცნიერი არის. სულ ცოტა ხნის წინ მიიწვიეს ემირატებში, არა მარტო ემირატებში, საუდის არაბეთში და ღებულობს დიდ პროექტში მონაწილეობას, რომელი პროექტიც ითვალისწინებდა ზღვის წყლის მტკნარ წყლად გადაქცევას, იმიტომ რომ საუდის არაბეთში და ამ ქვეყნებში წყლის დეფიციტი არის და უზარმაზარი პროექტი არის ჩაფიქრებული, რომ რაც ტანჯავდა ამ ქვეყნებს,
აი ეს პრობლემა იქნება მოგვარდეს, გაუწყლოვება და ამაზე მეცნიერების მთელი მსოფლიოდან იზიდავენ, ანუ ტექნოლოგიური განვითარების ბაზა აქვს ძალიან დიდი და ხელოვნური მდინარეები უნდა შეიქმნას არაბეთში. ეს გეგმა არის ჩადებული. მაგრამ ჩვენთან არ შემოდის ტექნოლოგიური, ასე რომ ვთქვათ, ემირატები. ჩვენთან შემოდის, მე ჩავხედე პროექტს, რომელშიც შავი თეთრზე წერია, რაც განცხადებები იქნა თბილისში, ბათუმში და გონიოში. იქ თბილისში უნდა გაშენდეს ახალი რაიონი, საცხოვრებელი კორპუსებით, ბიზნეს, რა ქვია, ოფისებით, პარკებით და ასე შემდეგ. ბათუმში და გონიოში, ასევე დეველოპერული, ანუ სამშენებლო ბიზნესი არის დაგეგმილი. ახლა იგივე კითხვა მიჩნდება მეც, ხო, როგორც სააკაშვილის მიმართ ჩდებოდა და მაგათი ლაზიკის დროს ჩდებოდა კითხვა. კი, მაგრამ ვის ასახლებენ ამათ გაშენებულ ახალ რაიონებში, ახალ კორპუსებში, ვისთვის ხდება ეს ყველაფერი? ვისთვის ხდება ეს ყველაფერი? ხო შეიძლება რომ ქართველები კისრის ტეხით გამორბივართ საქართველოსთან. აი 1.5 მილიონი ქართველი არის ეთნიკურად ქართველი დარჩენილი. ხო? ანუ რასაც აკეთებდა მიშა, რასაც გეგმავდა მიშა, რომელიც იყო საქართველოს დამაქცევარი და ქართველების დამაქცევარი, იგივე აკეთებს ბიზინა, იმიტომ რომ ისე მიშაც არ აკეთებდა მისს. ახლაც რო კორპუსები არის გაშენებული, მე რამოდენიმე წლის წინ, თქვა კი არა, იქნებოდა 2019 წელი. ახლობელი ყიდულობდა ბინას და იმაში, რა ქვია, გლდანში და იქ ადგილობრივ კომპანიასთან რო ვიყავით, გავყევ რაღაც საქმეებზე, აღმოჩნდა, რომ ამ შენებარე ბინაში 60% არაქართული მოსახლეობა სახლდებოდა. ეს გამოხდა რაღაცა კაცო. ჯო გესლები ყობაში მე ნამდვილად. სხვაში გესლები. კინ დარტყმული, დარეხვილი. ამოკლევი, შენ სამეგრელოს დამოუკიდებლობა ხო არ გინდა ყობა შემთხვევით? შემოვიდა ხო და მაგინებს ეს სამეგრელოს დამოუკიდებლობის მომხრეა ალბათ, ზოგიერთივით. ხო და მოკლედ, აი ეს სიტუაცია არის ქვეყანაში. აბსოლუტურად. ქართველს რა იცით? ქართველს 20 ლარიანი მუშა ხელი იქნება ქართველი. იქ 20 ლარიანი მუშა ხელი. ეს ქართველს. დღეს ვიდეო ვნახე, გუდაურში იყო თუ სადღაც გადაღებული, ადგილობრივი ბიჭი იყო, ინსტრუქტორი, რომელიც ამბობდა, რომ აი მთავრობასო ეუბნებოდითო, რომ ელემენტარული ადგილობრივი ხალხიო, რომ დასაქმდესო და ადგილობრივმა ხალხმა ტურისტებსო რო ასწავლოსო, ისო ცოტა უცხოეთიდან შემოსულიო ინსტრუქტორებზეო, ან სერტიფიცირება მოითხოვეთ, ან სამუშაოს უფლება მოითხოვეთ, ან რაღაცა მოითხოვეთო. რომ ქართველსო ელემენტარულად საარსებო საშუალება ადგილობრივებს უნდა გვართვანო, მაგრამ ჩვენი არავინ გაითვალისწინავა და აგერო ებრაელი, რუსი, ისა სხვადასხვა ჯულის ადამიანები, ავტორთა მე ამ ვიდეოს მისაც გაინტერესებთ. აგერო და ჩვენო უმუშევრად ვართ დარჩენილი. სად გინახიათ თქვენ საქართველოში გახარებული ქართველი ადამიანი? ნებისმიერ რა ინვესტიციები შემოსულა? და რა სიკეთე მიუღია? და რა სიკეთეს მიიღებს ქართველი ამ ყველაფრით? ანუ ვინ უნდა იცხოვროს იქ? ვინ უნდა აცხოვრონ ამ 6 მილიარდის სასახლეებს? ახლა ვიღაცა იმას იტყვის, რომ აი ინვესტიციების წინააღმდეგი ხა, რომელი ნორმალური ადამიანი უნდა იყოს, მაგრამ
გააჩნია ის ჯერ ის ინვესტიცია რა სახით იხარჯება და როგორ იხარჯება. აი ნამოხვა ჰესის პროექტი ხო დიდი ინვესტიცია იყო. საიდანაც სახელმწიფოს არაფერი, ხალხს არაფერი, 100 წლით თურქებზე გაყიდული, ის და ასე შემდეგ. და ქართველი სვარჩიკათან იმის, რა ქვია, იმის მომზელავად, რასტორის მომზელავად. და ინვესტიცია შემოდიოდა. ასოცლარად გაყიდული მიწა. ეს შორის ეს დებილი იყო მაშინ ახლა ეკონომიკის ministri როა ცაგერში ვინც ახლა მოაწერა ხელი ამ ყველაფერს მე პირადად მაგასთან თურნავას როცა მოღალატე უწოდე ეს დებილები იყო იგივე არის მანქანების ბიზნესზე და ეს არის საერთოდ გეგმა ხალხო გაიგეთ ეს არის გეგმა რომელმა გეგმამაც უნდა დაცალოს საქართველოს და ხდება ეს წარმატებით დემურ გიორხელიძის ვიდეო რო დავდები და რო გამოიდებილა ბევრმა თავი. 1.5 მილიონი ადამიანი როგორაა საქართველოს 1.5 მილიონი ადამიანი კი არა 1.5 მილიონი ქართული პასპორტის მქონე კი არა. ქართული პასპორტის მქონე კი არა. ეთნიკურად ქართველი, ანუ ეროვნებით ქართველია საქართველოში დარჩენილი. ეთნიკურად ქართველი. გადახედეთ თქვენ ირგვლივ ოჯახიდან ერთი კი არა 2-3 ემიგრანტია უკვე. ჩემი ოჯახიდან დედა ჩემია მარტო დარჩენილი, ხო? ჩემი ძმა, ჩემი რძალი, ჩემი ძმისშვილი, კაი ჩვენ სხვა რაღაცის გამო მე მაგრამ ხო იძულებული ვიყავით დაგვეტოვებია ქვეყანა. რა მნიშვნელობა აქვს შენ ქვეყანას უსამართლობით დაატოვებიებ თუ უმუშევრობით სოციალური თუ სამართლებრივი უსამართლობა იქნება? რომელი პროექტი არ იყო ირაკლი მოღალატეობრივი? აბსოლუტურად ყველაფერი მოღალატეობრივი იყო, რაც ამათმა გააკეთეს. აბსოლუტურად მაჩვენე ერთი ინვესტიცია რომელიც ამათმა გააკეთეს და ხალხს და ქვეყანას წაადგა. ერთი ინვესტიცია მაჩვენე. ის ოქროს საბადო რო გაყიდეს და დაანგრიეს, ის იყო ინვესტიცია? ოქრო, რომელზეც იდგა და აქ შემხვდა იმაში, რა ქვია, რენში, ქალაქ რენში, კაზრეთელი ბიჭი რომელიც სიმსივნით დაავადებული იყო ხო, 1.340.000 ეროვნებით ქართველი. ხო? აქ შემხვდა შემთხვევით, რაზე ხარ თუ როგორ გამოვილაპარაკე აქეთ, ასე სიმსივნით ავარო დაავადებული, კაზრეთიდან ავარო და წარმოიდგინეთ, ადამიანი ოქროზე ცხოვრობს. იქ არანაირი სიკეთე მოწამლეს, დაავადეს, კურნალობაზეც უარი უთხრეს და საფრანგეთში გამოიქცა სამკურნალოდ. მილიონების პატრონი ადამიანი და დაანგრიეს იქაობა ის რუსებს მიყიდეს საერთოდ მთელი ოქრო, მთელი სპილენძი რაც იქ არის, გააქვს რუსებს, წარმოიდგინე ახლა რუსი რო ჩამოვა საქართველოში და ოქროს რო დაეპატრონა, მთელი რუსეთი ოქროს მიაქვს. რუსული ოქროთია გავსებული, ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა არის, როგორც სხვა რაღაცებთან და ოქროსთან ერთად, მაგრამ მეტყობა საქართველოში უფრო ღირებული არის. ხო? აი ამ დღეში არის ქართველი. ქართველს რა, ქართველს არაფერი. ესა სიმართლე, ახლა ამის ლაპარაკს როდესაც დაუწყებ, ეს ზომბირებული ადამიანები დაგიწყებენ იმას, რა ქვია, აბა რა გინდა, არ გაკეთდეს. ჩამოვა მე ის არაბული ურდო და ჩასახლდება იქ. და მე რო ჩამოდიან არაბები, ზოგზოგიას გულზე რო ხვდება ეს, რა ქვია, უხსნიანო, რომ ისო აეროპორტში არაბი გიდებიო უხსნიანო, რომ ესო თბილისიო, ადრეო ჩვენი იყო 400 წელიო და როგორ საკვირია, ასე არისო? არისო ასე? არ ვიცი გიო ძმა, ვინ უნდა იყიდოს? ვინმე თქვენ გინახიათ ამოსუნთქული ქართველი? ვის ხედავ თქვენ ამოსუნ გინდა ის კოცები აიღეთ 500 და 600 ლარზე რო ყავთ, გინდა 1000 და 2000 ლარზე რო ყავთ, მონებად დასაქმებული პარტიაში და ემაში მერიებში და იმაში და ბედნიერები როგორიათ, თავი იგენ იყიდიან? გაცია, გამოცია, გახეთქე ჩვენ ქვეყანაში, ვინცა დიდარი და შესაძლებელი ესაა 1 და 2%.
სადგინდა ახლა ეს 2%-იანი მდიდარი ქართველი დასახდეს. დანარჩენი 98% ღარიბია. საშუალო ფენა ჩვენთან არ არსებობს. ეს ახლა გამოხტენი გახარიას ხალხმა გაახილეს თვალები და ისო რა ქვიაო, აიო, მთელიო ჩვენიო ისო რა ქვიაო რესურსების გადაცემა რუსეთზე და ჩინეთზე და აზიურ კომპანიებზე. კი, მაგრამ მათხოვა რომ ერთი მაცემი ეს საზღარი ტიპი არა რომ შეხედა გული აგერეო. კი, მაგრამ გახარია არისო 100 წლად რო გაყიდა ისა ნამუხვანზე? არ მოაწერა გახარიამ ხელი? გახარიას ხელმოწერა არისო? თურქებზე არ ყიდიდა გახარია? ჯერ ამ მნიშვნელობა გვინ იქნება ქართველიც არ იქნება და ქართველიც კიდე ეს კიდე საგენცნება. კაპიტალისტი და გამძღარი ქართველი რა ივანიშვილი რა ვისთვისაა და ვისთვისაა. ან სხვა გამძღარი ქართველობა რა სიკეთის საქართველოს. მაგრამ მაინც ქართველი კაცის ხელშიაო, ხო, რო თქვას. მაგათ ეროვნება არ გააჩნიათ ამ კაპიტალისტ ბურჟუაზიებს. ესენი არიან ჩვეულებრივი მონათმფლობელები საქართველოში. ასე არის, მაგრამ კი ბატონო, ასე არის, მხოლოდ კომენტარებით, სტატუსებით არიან აღშფოთებული და შეშფოთებული და რამე საქმეს რო შეთავაზებ, აი თუნდაც დავიწყოთ იმაზე ლაპარაკი დავიწყოთ, რომ ეს 20 ლარიანი ხელფასი და ეს სოციალური ეკონომიკური პრობლემები თუნდაც სალაპარაკო გახდეს ქვეყანაში, 20,000 ადამიანი ერთ გვერდზე ნახავს, მეორე 20,000 მეორე გვერდზე ნახავს იმას, რა ქვია, ვიდეოს და მოაწეს 400-500 ადამიანი ხელს. ხო, აი, როდესაც აი ამ დღეში არის, ხო? როდესაც აი ამ დღეში არის ქვეყანა და ხალხი, იმ ქვეყანას უკეთესი მოლოდინი არ უნდა გქონდეს. მე ამას ვამბობ, იმიტომ რომ ვხედავ ამ ყველაფერს. როდესაც ჩვენ ყიროდით 2019 წლები იყო. მაშინ ჩიჩილაკა და ესენი გვეუბნებოდნენ მიწის გაყიდვაზე. ჩვენ ჩავწერეთო კონსტიტუციაშიო მიწის გაყიდვა რო იკრძალებაო. ჩვენ ჩავწერეთო როგორ მახსოვს, ახლაც როგორ მახსოვს ფილარმონიაში რო იმართებოდა მიწის გაყიდვის შესახებ საკონსტიტუციო განხილვა რო უნდა ჩაეწერათ და ჩავაშლებიეთ ეს ყველაფერი და ერთი ამბავი გქონდა, მაშინ დინარაძე და ეს ჩიჩილაკა რას ყვილობდა, იცით? თქვენო ბოლშევიკების გზით მიდიხართო და ჩვენო ილიას გზით დავდივართო. ანუ შეიძლება გავყიდოთ და თქვენო ბოლშევიკები ხართო სახელმწიფოსთვის გინდათო მიწაო. ამას ყვილოდა და წიოდა და კიდე მე იძულებული გახდნენ რომ ჩაეწერათ. ჩემო ძმაო, როგორც უყვართ ქართველებს საკუთარი სამშობლო და როგორც ზრუნავენ საკუთარ სამშობლოზე, ხო? აი ისე არის ჩვენი ქვეყნის ბედი. ვისაც მიეყიდნენ, კარგათაა, ბიძინა და კოცები. ხარჯეთ ახლა ვინერვიულოთ, ბიძინა ამდენი მილიონი დაკარგა, იმდენი მილიონი, მთელი ქვეყანა ჯიბეში აქვს ჩადებული და სადღაც რაღაცა თუ დაკარგა 10 იმდენს ამოიღებს. აი ასე იქნება ეს. ამიტომ ბიძინა ჩვეულებრივად მიშას გზით მიდის, და ჩვეულებრივი მიშიზმის გზა, ერთი ახლა რო ცოცხი და დუბინკა რა ვიცი არ უკავიათ ხელში ახლა ასე და ბიზნესების დაწერაზე კიდე საკითხავია რა ხდება, მაგრამ არ მიდის ლაპარაკი თუ არა. აი ის დიდი იდეური გზა საქართველოს უკართველებოთ, კი ბატონო, მიდის. თუ ეს ასე არა, უბრალოდ აიღეთ სტატისტიკა და ჩახედეთ სტატისტიკაში, რომ ქართველები როგორ მასიურად ტოვებენ ქვეყანას. ეგაა და იტყვი რამეს და გამოგიხდებიან მერე და რა უმადური ხარ, შენ ბიძინას სიკეთეებს ვერ ხედავ. აი იმაში რა ქვია, თბილისში რო გაიგო ზოგიერთ უბნებში და ქართულ ლაპარაკს ვერ გაიგონებ. განსაკუთრებით იქ აღმაშენებლის ქუჩაზე და იმგენზე რო გაიგო, იქ უკვე აი კიდე რო ვერ გაიგონებთ 2-3 უბანში, 4 უბანში და ასე შემდეგ, იმაში რა ქვია, მარნეულში, ახალციხეში, ახალქალაქში, გარდაბანში და მაშინ ჭირს ქართულის გაგონება.
ზოგადად საერთოდ არ ისმის. აი იმით მიხვდებით მე რომ როგორი დიდი მამულიშვილური საქმე გაგიკეთათ ბატონმა ბიძინამ, რომ თქვენ დაგასაქმათ ევროპაში, გაგიხსნათ უვიზოთ გზა და რომ საქართველოს და ქართული მიწა უპატრონოდ არ დატოვა, ჩამოიყვანა უცხოელები, მე ამ უცხოელებს დაურიგებენ მოქალაქეობას, ამორჩეველიც ეყოლებათ თავის და იჯდებიან პარლამენტში. ის ხო გახსოვთ ის ზანგი რო იყო ერთი რა პრეტენზია გაქვთ რომ იძახო და ყველაზე კაი კაცია ვინაო შენთვის უნდა მიშაო რატო მიშა ყველაზე კაი კაცია მოქალაქეობა მომცაო მიშამო და მიშას ფასი ვინ მყავს იმნაირი პრეტენზია ზანგებით და არაბებით რო გეივსება და მახარაჯებით ქვეყანა მე ეგვეწყობა ბოლომდე საქმე ასე რომ დიდი შეგიძლია ჩათვალოთ რომ ეს პროექტი არის ლაზიკა 2 ხო და ამაზე არ აქვს ახლა კოცებს პრეტენზია. ამიტომ ჩემი პასუხი არის შემოკარგებო ეს. ივანიშვილი თავის კაპიტალსაც შემოხიკავს საქართველოში. იქ უფრო დაცულად ექნება, კარგად ექნება, იქ არაბულ ინვესტიციას ჩადებს, რუსულ ინვესტიციას ჩადებს, ჩინურ ინვესტიციას ჩადებს. და აგზელებს ასე მუხრან-ბატონივით ცხოვრებას. ეგა. რა ვიცი? თუ მეცნამდი კი არა ვარ იმის რომ ვთქვათ აზიური ბიზნესი შემოვიდეს საქართველოში, მაგრამ რა პირობით და რის ხარჯზე? ქართული მოსახლეობის გადინების ხარჯზე? სოფლების დაცლის, დაძირვის და მე ასწლოვანი იჯარებით გადაცემაზე თურქებზე და როგორც ნამუხანჰესი იყო და ჯერ იქ კიდე რა ვალდებულებები აქვს აღებული, ეს კიდე ცალკე თემა, რომელიც ჯერ არ ჩანს, საიდუმლო ნაწილი. ბარეორი ქართველი მოინახება, რომელიც არაბს და ირანელს და თურქს და სხვა რჯულის ადამიანს ხელს მოუწერს, მე ერთად ხელმოწერილები მოქალაქეობას მიიღებენ და ქართულ მიწებს უკვე კონსტიტუციური იმით იყიდიან და რაცა ჯერ დაუმუშავებელი და დარჩენილი და აგერ როა გამოქცეული როა ქართველობის ნაწილი და ზოგიერთი იმას ოცნებობს რომ იქნება ორ კაპიკს მოუყარო თავიო და მამაპაპისეული მიტოვებული მიწაო დაამუშავო რაღაცა შევქნაო და დაუბრუნდეო უკანო რომ ჩავა უკან და დახვდება იქანი არაბი და პანჯაპელი და ის აი მე იქნება აწყობილი ქვეყანა. მე უთხრათ ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინა. მიშა მოგვაშორე. აი ამ ინვესტიციაზე არის საუბარი. ნაუც თუ ვინმეს რაიმე კითხვა გაგაჩნიათ, შეგიძლიათ დამიშვათ თუ არა და დაგემშვიდობებით, იმიტომ რომ ქვეყანას, რომელსაც დემოგრაფიული კოლაფსი აქვს, ქვეყანას, რომელსაც ემიგრაციის უზარმაზარი პრობლემა გააჩნია, იმ ქვეყანაში ახალი რაიონების, ახალი კორპუსების, ახალი დასახლებების აშენება, არ ვიცი ახლა ცხოველებისთვის არ აშენებენ სახლებს. ადამიანებისთვის აშენებენ და არაბები და აზიელი ხალხი საერთოდ ვაჭრობისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან და სულელები არ არიან, რამეში ფული ისე ჩადონ, რომ შემდეგ წაგებას ელოდნენ იქ. ესე იგი, კიდე ბევრ არაბს და თურქს და ირანელს და სხვა რჯულის ადამიანებს ნახავთ საქართველოში. აი ეს იქნება შედეგი და ქართველებიდან გაწმენდილი, გასუფთავებული საქართველო დახვდებათ აი ასე. აბა ილოცეთ ბიზნესზე, ბიზნესმადიდებლებო, დაგემშვიდობებით, აღარ მოგაწყენთ თავს.